წინა ორსულობა მომეშალა. მომეშალა არც თუ ისე არც თუ ისე პატარა ასაკზე, მაგრამ არც თუ ისე ასე ვთქვათ, შორს ორსულობაში. მე დამეწყო სისხლდენა, ოღონდ ცოტათი, რაც მითხრეს, რომ ეს ხდება, ეს არა უშავს, მე პროგესტერონი დამეცა, აბა მოდი ახლა პროგესტერონი დავამატოთ და მაგას ვსვამდი და არა, შეხედა, გაიხედა, ყველა ამატებს და ძალიან ხშირია. მე აი დაწექი და ბწოლი არა, აი ძალიან დიდხანს გამიგრძელდა თვითონ აი პროცესი ამ შენარჩუნების, რაც ალბათ ძალიან სტრესული იყო. ძალიან დიდხანს გაგრძელდა და უკვე რომ მეგონა რომ აი გადავაგორე, უკვე სისხლდენაც აღარ არის, ყველაფერი კარგად არის, უკეთესად გრძნობ თავს, მივედი და უკვე გულისცემა აღარ იყო. აი ეს გულისცემა არ არის ძალიან აი სიწყალს რო გადაგასხავენ, რაღაცა ეგეთი შეგრძნება არის, სანამ გაიაზრებ რა მოხდა. ძალიან კარგი ექიმი მყავდა, ძალიან კარგი. ნუ მე ჩემთვის კარგი, იმიტომ რომ ის მე გამომადგა, შეიძლება სხვას არ გამოადგეს, რომელიც მითხრა რომ რა კარგიაო. მე ვთქვა რას ნიშნავს რა კარგია და ესე იგი ესე იყო საჭირო, ესე იგი რაღაცა პრობლემა იყო ძალიან სერიოზული და არ ჯობია, ვიდრე მე გაგვეგო ეს რა პრობლემაა და აი იმ მომენტში რაღაცა ის წორმა სიტყვამ თუ ჩემთვის წორმა სიტყვამ ისე ძალიან, ანუ შენ ხო ხა ელმეთი ხო არ დასრულდა, სულ რო საშვილოსნო ამოგიღონ, მაგით არ სრულდება დედობის გზა. და აი ძალიან ყოჩაღად გამოვედი რა, აი რომ მოდიოდნენ ჩემთან მეგობრები და აბა როგორ ხარ და მე აი ძალიან ყოჩაღი ვიყავი. უყოჩაღესი ისე ვამაყობდი რომ რა ძლიერი ქალი ვარ თქო, რომ ვერ წარმოიდგენთ სანამ არ დავორსულდი შემდეგს.